ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2023 წელი ამოცანი ნომერი 36. შეუსაბამეთ ციფრებით დანომრილ სიდიდეებს ასოებით დანომრილი განზომილებებიო, რომლებიც გამოსახულია სი-სისტემის ძირითადი ერთეულებით და პასუხების ფურცელზე ცხრილი სათანადო უჯრებში დასვით ნიშანი x-ით. კარგით, შევხედოთ ესე იგი პირველი რა გვაქვს ახლა ჩვენ. პირველი ეს არის სიხისტე. ხო, თუ გავითვალისწინებთ ჰუკის კანონს, რეკადობის ძალისთვის f ტოლი არის kx-ის. საიდანაც k-თვის მივიღებთ, რომ k ტოლი არის f შეფარდებული x-თან. მეორე მხრივ ნიუტონის მეორე კანონიდან გამომდინარე ძალა ეს არის მასისა და აჩქარების ნამრავლი. ეს შეფარდებული x-თან და ეხლა განზომილებებზე თუ გადავალ, m-ის განზომილება, მასის განზომილება არის კილოგრამი, გამრავლებული აჩქარების განზომილებაა მეტრი შეფარდებული წამ კვადრატთან, ეს კიდე შეფარდებული წაგრძელებასთან, წაგრძელებას კიდე მეტრებში ვზომავთ, შესაბამისად მეტრებში. მეტრი დავწეროთ და ეხლა რა იქნება ეს მეტრების შეგვეკვეცება და ეს უდრის კილოგრამი შეფარდებული წამ კვადრატთან. კი ბატონო, ესაც შეეხება პირველს, ეს იყო სიხისტეს განზომილება. სიხისტის განზომილება ყოფილა d. ხო? პასუხი d. ახლა გადავიდეთ მეორეზე. მეორე ეს არის გრავიტაციული მუდმივა. ხო, გრავიტაციული მუდმივა შეგვიძლია მივიდეთ გრავიტაციული მუდმივასთან მსოფლიო მიზიდულობის კანონიდან, გრავიტაციული ძალისთვის f ტოლი არის g m1 m2 შეფარდებული ამ სხეულებს შორის მანძილის კვადრატთან, საიდანაც g-ისთვის მივიღებთ, რომ g ტოლი არის f(r) კვადრატი შეფარდებული m1 m2. ეს ტოლი არის f-ი არის მასისა და აჩქარების ნამრავლი აქაც გამრავლებული r კვადრატზე. ეს შეფარდებული m1 m2. ხო, განზომილებების თვალსაზრისით შეგვიძლია ერთი მასები შევკვეცოთ და რა იქნება, აჩქარება არის მეტრი შეფარდებული წამ კვადრატთან, გამრავლებული r-ის განზომილებაა მეტრი და კვადრატშიც მეტრი კვადრატი გვექნება, შეფარდებული კიდე კილოგრამთან, ხო? და ეს ტოლი იქნება მეტრ კუბი შეფარდებული კილოგრამი გამრავლებული წამ კვადრატთან. ასე ბატონო, ჩემო, ესე იგი ეს მეორეც გავაკეთეთ, როგორც ჩანს, მეორე, გადავხაზოთ მეორეც. მეორე გამოგვდის ახლა ჩვენ პასუხი მეტრ კუბი კილოგრამი წამ კვადრატთან, პასუხი e, ხო? მეორეს e, ასე e, დავშვათ ტიჩკა. გადავიდეთ მესამეზე. მესამეში რა გვაქვს, შევხედოთ. მესამე ეს არის წნევა. ხო, წნევა განიმარტება როგორც წნევა ეს არის ერთეულოვან ფართზე მოსული ძალა, ხო? შესაბამისად ეს ტოლი იქნება f-ი არის მასისა და აჩქარების ნამრავლი შეფარდებული ფართზე, ერთეულოვან ფართობზე. და შემდეგ რა იქნება, ესე იგი კილოგრამი გამრავლებული მეტრი შეფარდებული წამ კვადრატთან აჩქარების განზომილება და კიდე შეფარდებული ფართის განზომილებასთან, ესე იგი მეტრ კვადრატთან. და რა დაგვრჩება, ესენი შეგვეკვეცება და დაგვრჩება ჩვენ შემდეგი გამოსახულება კილოგრამი შეფარდებული მეტრი გამრავლებული წამზე. ასე, ახლა შევხედოთ რომელია ეს, წნევისთვის მივიღეთ. კილოგრამი შეფარდებული მეტრი წამ კვადრატთან. ეს კვადრატი რატო გამოგვჭა აქ? აჩქარება არის მეტრი შეფარდებული წამ კვადრატთან და რატომღაც გამოგვჩენია, მაგრამ არა უშავს, გავასწორეთ. ეს იქნება პასუხი a, ხო? პასუხი a. ესე იგი მესამე არის პასუხი a. გადავიდეთ მეოთხეზე. მეოთხე ეს არის ძაბვა. მოდი აქედან დავიწყოთ მეოთხესთვის რა გვაქვს ძაბვა. ხო, ძაბვა ეს არის ელექტრული ველის მიერ ერთეულოვან მუხტზე შესრულებული მუშაობა, ხო? ეს ტოლი იქნება, მუშაობა ეს არის f-ი გამრავლებული გადაადგილებაზე შეფარდებული ქუსთან, მაგრამ მეორე მხრივ თუ ჩვენ გავიხსენებთ დენის ძალის განმარტებას, დენის ძალა განიმარტება როგორც გამტარში ერთეულოვან დროში, გამტარში გამავალი მუხტების რაოდენობა, ხო? საიდანაც ქუსთვის მივიღებთ, რომ მუხტი ეს ტოლი ყოფილა იტეს დენის ძალისა და დროის ნამრავლი. გამრავლდა იმდენთან რადენმაც გაიარა ამ პედროში და ქუსმაგრად შევიტანოთ, ესე იგი აქ იქნება it. ეს ტოლი იქნება აქაც ანალოგიურად f-ი არის m გამრავლებული s-ზე შეფარდებული it-სთან. ეს უდრის m-ის განზომილებაა კილოგრამი გამრავლებული მეტრი შეფარდებული წამ კვადრატთან. ხო, აქ ახლა
აქ ესია გვაქვს შემოტანილი წნევაში როგორც ფართის განზომილებით. აქ ეხლა გადაადგილებას გულისხმობ და ერთმანეთში არ აგვერიოს, ამიტომ აქ მეტრი უნდა დავწეროთ, გადაადგილება იგულისხმება ამ შემთხვევაში ეს ქვეშ. I არის ამპერი გამრავლებული წამზე, ხო? წამზე ასე. და რა გამოგვივიდა ახლა ჩვენ გამოგვივიდა შემდეგი გამოსახულება კილოგრამი გამრავლებული მეტრ კვადრატზე ეს შეფარდებული ამპერი გამრავლებული წამ კუბზე. კი ბატონო? ასე, ესე იგი მეოთხე ზაბისთვის რა გამოგვივიდა ესე კილოგრამი მეტრ კვადრატი ამპერი წამ კუბზე. ეს უნდა იყოს პასუხი G. არის პასუხი G. ეხლა ნახოთ მეხუთეში. ეფსილონ 0 ელექტრული მუდმივა გვაქვს მეხუთე. ხო, ეს ეხლა კულონის კანონიდან შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ კულონის კანონი, მოდით. F-2 არის 1 შეფარდებული 4π ეფსილონ 0. ეს გამრავლებული Q1 Q2 შეფარდებული ამუხტობ შორის მანძილის კვადრატთან, საიდანაც ეფსილონ 0-ისთვის ჩვენ რას მივიღებთ? ეფსილონ 0 ტოლი იქნება Q1 Q2 შეფარდებული 4π F R და კვადრატში ესეც. აქაც Q1 და Q2 ორივე IT არის და რადგან 2 Q გვაქვს, IT კვადრატი გვექნება, ხო? გვექნება IT კვადრატი შეფარდებული 4π F არის მასისა და აჩქარების ნამრავლი და ეს კიდე გამრავლებული R კვადრატზე. კი ბატონო, IT კვადრატი იქნება, I კვადრატი იქნება ამპერ კვადრატი, T კვადრატი იქნება წამ კვადრატი, ეს გამრავლებული, ხო? შეფარდებული 4 და P რიცხვებია და უგანზომილებო სიდიდეებია, მასის განზომილება არის კილოგრამი, ამათ განზომილებას უგანზომილებო და არც ვითვალისწინებთ. გამრავლებული მეტრი შეფარდებული წამ კვადრატთან და ეს კიდე გამრავლდება R-ის განზომილებაა მეტრი. R კვადრატი უგრძნობს მეტრ კვადრატს. და რა დაგვრჩა ესე იგი ეს ტოლი იქნება ამპერი კვადრატი გამრავლებული წამ მეოთხე ხარისხზე ეს ზემოთ ავიდა. ეს უნდა გაიყოს, ეხლა გავყოთ კილოგრამი გამრავლებული მეტრ კუბი. აბა შევხედოთ ახლა რომელი ეგეთი ამპერ კვადრატ წამ მეოთხე კილოგრამი მეტრი, აი B. მეხუთეს B ყოფილა, ასე. და გადავიდეთ ბოლოზე. ინდუქტიურობა, ხო? მეექვსე ინდუქტიურობისთვის შეგვიძლია ელექტრომოძრაობელი ძალის გამოსახულება როგორ უკავშირდება ინდუქტიურობას. გავითვალისწინოთ ეფსილონის სიდიდით ტოლი არის ინდუქტიურობა გამრავლებული დენის ცვლილებასთან და შეფარდებული იმ დროსთან, რა დროშიც ეს ცვლილება მოხდა, საიდანაც L-ისთვის მივიღებთ ინდუქტიურობისთვის, რომ ეს ტოლი არის ეფსილონი გამრავლებული L-ისთვის რას ხო კი ბატონო L-ისთვის მივიღებთ რომ ეფსილონი გამრავლებული აქ ვიყო დელტა I, ხო? ეხლა ელექტრომოძრაობელი ძალის განზომილება არის სისტემაში ვოლტი, მაგრამ ძირითადი განზომილება ხო, ვოლტი არის, ძაბვის განზომილებაც ვოლტი არის, შესაბამისად. ეფსილონის განზომილება ემთხვევა ძაბვის განზომილებას ვოლტს, შესაბამისად ეფსილონის მაგივრად აი ეს შეგვიძლია დავწეროთ. რაც უკვე გამოთვლილი. ესე იგი ეს ტოლი იქნება კილოგრამი გამრავლებული მეტრ კვადრატზე შეფარდებული ამპერი გამრავლებული წამ კუბზე, ხო? ეს კიდე გამრავლდება დელტა T, ეს განზომილებაა წამი, შეფარდება დენის ძალის განზომილება ამპერი. აქ ეხლა ეს წამი და ეს კუბი მოიშლება, შეიკვეცა კვადრატი დაგვრჩა და საბოლოოდ დავწეროთ. ეს იქნება კილოგრამი გამრავლებული მეტრი კვადრატი შეფარდებული ამპერ კვადრატ წამ კვადრატთან. კი ბატონო, აბა შევხედოთ კილოგრამი მეტრი კვადრატ წამ კვადრატთან, მეექვსე. ეს ყოფილა მეექვსე, ესე იგი ეს ყოფილა V, ხო? მეექვსეს V.